დილამშვიდობისა, დღეს 20 ოქტომბერია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. გეგინემ სიძვერიზე გავუძღვებით თქვენთვის დღევანდელ გადაცემას, ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ვიდრე რაგაც რომ დეთ გადაცემის ანონსს ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის იხსენიებს დღეს 20 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 20 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ამბროსი აღმსარებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ღირს იოსებ ხუთს, მოხევეს, სასწაულთმოქმედს, წმინდა მოწამეებს სერგის და ბაკხოსის, წმინდა მოწამეებს იულიან ეხუთს და კესარიოს დიაკონს, წმინდა მოწამე პელაგია ტარსიელს, წმინდა მოწამე პოლიქრონე ხუთს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხელაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. 1 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ბოლნისში ეთნოფესტივალი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან სტუდიის სტუმრები, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ცეხნიაშვილი და ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ტატულაშვილი. ასევე გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ამ სახელწოდების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მე-18-მე-20 საუკუნეების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას აერთიანებს. უფრო მეტს ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან გიამბობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დილომშვიდობისა მამა არჩილ. დილომშვიდობის. გილოცავთ წმინდა ამბროსი აღსარებლის ხსენების დღეს და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ასევე მოგილოცავთ თქვენ და მაყურებელს. დიდი მადლობა. სწორედ წმინდა ამბროსი აღსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით მის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში და რომ მივყვეთ ქრონოლოგიურად და შევახსენოთ მაყურებელს, ვინ იყო ეს უდიდესი მოღვაწე მე-19-20 საუკუნის ჩვენ ქვეყნისთვის წმინდა ამბროსი აღსარებელი. პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ამბროსი აღსარებლის დღევანდელი ხსენების დღე არის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ზეპირი კურთხევით დაწესებული. დიახ. თუმცა კალენდარში არის შეტანილი, მაგრამ მას აქვს სხვა ოფიციალური ხსენების დღეს, რომელსაც ყოველთვის პატივით და ღირსებით აღნიშნავს ხოლმე ჩვენი დედა ეკლესია. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, რომელიც ურთულეს პერიოდში ედგა საქართველოს ეკლესიას მამამთავრობამდე ძალიან დიდ და რთულ გზას გადის. იგი იყო იმ არაჩვეულებრივი საეკლესიო თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ ხშირად ავტოკეფალისტებს უწოდებთ ხოლმე, რომლებიც რეალური საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის, ავტოკეფალიისათვის იბრძოდნენ და მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფაქტობრივად არ ჩაუვლია ჩვენს ეკლესიაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის მონაწილენიც არ ყოფილან უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, წმინდანად შერაცხილი უკვე მღვდელმოწამე, ასევე უდიდესი პიროვნება უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, რომელიც პირველი კათოლიკოს პატრიარქი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ და სხვა უამრავი მოღვაწე, რომლებიც რომ ჩამოთვალოთ, ალბათ დღევანდელი გადაცემა ნამდვილად არ გვეყოფა. აი იმ რთულ პერიოდზე ისაუბრეთ და ახსენეთ, რომელ პერიოდშიც მოუწია წმინდა ამბროსი აღსარებელს მოღვაწეობა. თუმცა ამავდროულად პარალელურად იყო მის ცხოვრებაში ძალიან მძიმე დღეები, ასევე, როდესაც თავის დროზე ჯერ ძმა გარდაეცვალა, შემდეგ შვილი ჩვილობაში, მეუღლე ასევე. აი ამის პარალელურად როგორ შეიძლება ადამიანმა ასე მტკიცედ გააგრძელოს მოღვაწეობა და იცხოვროს ისე ღირსეულად, როგორიც გვაქვს ხოლმე სახეზე წმინდა ამბროსი აღსარებლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არის უძიმესი განსაცდელი ადამიანის ცხოვრებაში და მხოლოდ რწმენა და მყარი ფსიქიკა, როგორც ვიტყვიან ხოლმე, და სწორი ღირებულებები გადაარჩენს ადამიანს ასეთ დროს. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი განსაცდელი არაერთ ძალიან დიდ მოღვაწეს გაუვლია. შეიძლება გავიხსენოთ ასევე წმინდანად შერაცხული ძალიან დიდი მოღვაწე, როგორც სასულიერო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელმაც ასევე ოჯახი დაკარგა და არსებობს ესეთი მოგონებებიც, რომ გარდაცვალების წინ იგი სწორედ თავის ოჯახს და თავის შვილებსა და მეუღლეს იხსენებდა და იგონებდა. მთელი ცხოვრება მან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ადამიანმა დაკარგა ასევე ოჯახი, მთელი ცხოვრება მან გაატარა ესე მტკიცედ გულში ჩამარხული მათი ხსოვნითა და პატივისცემით და საბოლოოდ არასოდეს არ დაევიწყა ისინი და მთელი ცხოვრება იგი იქცა მთელი დასავლეთ საქართველოს ყოველშაბათში იმერეთის ეპისკოპოსი იყო მართლა მამად და მწყემსად. ასეთივე იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, რომელიც თავისი ჯერ ჩვეულებრივი სასულიერო პირობიდან, მასწავლებლობიდან მოყოლებული გადის აი ამ რთულ გზას და პირადი ცხოვრებაც ნამდვილად არც ერთ დღეს ვიზეთ ჩვენ საუბრობთ და ვიზეთ თუნდაც ვერ საუბრობთ, არც ერთ აი ამ მოღვაწეს არ ქონია ძალიან დალხენილი და ძალიან ტკბილი და ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ზოგადად ჩვენს ადამიანურ ყოფაში, ცხოვრებაში, რომ რაც უფრო დიდი ტკივილები თუ დიდი გამოცდები აქვს გონივრულად ადამიანს გადატანილი, იმიტომ რომ შეიძლება სწორი დასკვნა ვერ გამოიტანოს ადამიანმა განსაცდელიდან, ესეც ხდება ხოლმე სამწუხაროდ. რაც უფრო დიდი განსაცდელები აქვს ადამიანს გამოვლილი, მით უფრო მოწყალე ხდება იგი, მით უფრო მოღვაწე ხდება იგი და
როგორ გითხრათ, აი ფსალმუნის სიტყვები რომ გავიხსენოთ, ალბათ როცა დავითი უფალს ევედრება რომ გამომახურავით არცა ვერცხლი, ანუ გამომწვი, გამომადნე იმისათვის რომ უფრო სუფთა და ხალასი ვიყო შენს წინაშე, ალბათ აი ასევე ადამიანი, როდესაც რაღაცა დიდ განსაცდელს გაივლის, სულ სხვაგვარი მოწყალე ხდება სხვების მიმართ, სულ სხვაგვარ ზრუნველობას იწყებს იგი უკვე სხვების მიმართ და მით უფრო მეტად აფასებს იმ სიმშვიდეს, იმ სიმყუდროვეს, ოჯახს, ურთიერთობებს, რომელთა გარეშეც ადამიანის ცხოვრება ნამდვილად ძალიან ღარიბდება ხოლმე. განათლების მიღების კუთხით როგორ განვითარდა მისი ცხოვრება, ესეც რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, აი რასაც ვიგებთ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, არის ის, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღებაც სურდა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა, დიახ. ერთი უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი სასულიერო პირები, რაც იმ დროს იყო ხელმისაწვდომი, ფაქტობრივად ცდილობდნენ და ჩვენი ერი ზოგადად მიდრეკილია ნამდვილად განათლებისაკენ ყოველთვის ხასიათში გვაქვს და იმდროინდელი სასულიერო პირები სასულიერო პირობამდე ჯერ კიდევ ცდილობდნენ აქტიურად რომ მიეღოთ საუკეთესო რელიგიური სასულიერო განათლება, რომელიც იმ დროს ფაქტობრივად თავის თავში საერო განათლებასაც მოიცავდა მეტნაკლებად და იმდროინდელი იმპერიის საზღვრებში, რომლის ფარგლებშიც გვიწევდა ჩვენ არსებობა მე-19 საუკუნის განმავლობაში, საუკეთესო და ყველაზე აღიარებული საგანმანათლებლო ცენტრები ეს იყო მოსკოვის, მაშინდელი პეტერბურგის და კიევის სასულიერო აკადემიები და სემინარიები და სწორედ იქ ისწავლეს ჩვენმა მაშინდელმა კეთილმა სტუდენტებმა, რომლებიც შემდგომში გახდნენ კეთილი მწყემსები ჩვენი ეკლესიისა და თითოეული მათგანი, ბევრი მათგანი წმინდანადაცაა შერაცხული. უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მაგალითად ასევე კიევში ისწავლა და ის კი არა და დარჩენასაც კი იქ თხოვდნენ და სთავაზობდნენ. ასეთივე იყო უწმინდეს და უნეტარესი კირიონი, ასეთივე იყო უწმინდეს და უნეტარესი ამბროსი, სამივე წმინდანი ვახსენეთ. ახლა ჩვენ ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურ როგორც თავის დროზე აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ასევე შემდგომში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ და მათ მართლაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ, დიდი პირადი გამოცდილება ჰქონდათ, რომ მაჯაზე ეჭირათ ხელი უფროსისაც და უმცროსისაც, თუ რა აკლია უფროს ადამიანს რაღაც იმ თანამედროვე გამოწვევების წინაშე და რა აკლია უმცროს მოზარდ ადამიანს იმისათვის, რომ ღირსეული ხვალინდელი დღე გამოჭედოს. დიახ. როგორი იყო მისი ურთიერთობა უკვე რუსეთთან, ხო ბუნებრივია ძალიან დიდი სიმამაცე ჭირდება იმ პერიოდში, რომ დაუპირისპირდე ამ ხელა ქვეყანას და იმპერიას. როგორ განვითარდა ეს მოვლენები ქრონოლოგიურად, ესეც რომ შევახსენოთ მაყურებელს. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1905 წელს იყო დიდი პოლიტიკური და სოციალური რყევები, გარდა ამისა მოხდა რუსეთ-იაპონიის ომი, რომელშიც ამხელა იმპერია ფაქტობრივად დამარცხებული გამოვიდა და უამრავმა პრობლემამ, რომელიც მანამდე თითქოს და ჩაჩუმებული იყო, უკვე ვეღარ დამალა თავი, იწყება აქტიურდება, უბრალოდ არ იწყება, აქტიურდება ის მოძრაობა, რომელსაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტოკეფალური მოძრაობა. და ზოგადად რეგიონების, მაშინდელი იმპერიის რეგიონების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. ასეთი იყო ფინეთის, ბალტიისპირეთის და ბევრი სხვა რეგიონის და მათ შორის კავკასიის პოლიტიკაც, რომ მეტნაკლებად უფრო დამოუკიდებლები უნდათ გამხდარიყვნენ იმჟამინდელი პოლიტიკური ცენტრისაგან, პეტერბურგისაგან. ამ ტალღასთან ერთად რა თქმა უნდა ისიც რომ სულიერად თუ არა ხარ დამოუკიდებელი ვერანაირი ფიზიკური დამოუკიდებლობა ვერ იქნება არაფერს მომცემი არ იქნება და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვინახავს ხოლმე ადამიანი რომელიც ფიზიკურად შეიძლება ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ თუ სულიერად არ არის იგი ჯანსაღი და მშვიდი და გაწონასწორებული ნოლი ფასი შეიძლება კონდეს და პირიქით პრობლემაც კი იყოს მისი ფიზიკური ჯანმრთელობა და ჯანი. და ამ დროს საქართველოს ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია მიემგზავრება უკვე და მეცნიერებთან ერთად და
იმჟამინდელი მეცნიერები ალექსანდრე ხახანაშვილი სხვები ძალიან აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ქართულ სასულიერო პირებს და იწყება ახალი ეტაპი შეიძლება ითქვას ამ სურვილის საუკუნოვანი სურვილის აღსრულებისა თუ როგორ უნდა დაიბრუნოს ჩვენმა ეკლესიამ კანონიერად და ღირსეულად თავისი თვითყოფადობა და დამოუკიდებლობა და პეტერბურგში იმართება რამოდენიმე დიდი ყრილობა. ეს მომენტი ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, რომ საერთო კონტექსტიდანაც ამოვარდნილია, იმიტომ რომ ზოგადად იწყება მაშინდელ სასულიერო ცხოვრებაში, არა მარტო ქართველთა შორის, არამედ რუსეთშიც და ყველგან სამართლმადიდებლოში იწყება აქტიური მოძრაობები. ამ დროს ძალიან აქტიურია უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა იქნეს ახალი მსოფლიო კრება მოწვეული. მართლმადიდებლების. ამ დროს აქტიურია საუბარი ამ ვებერთელა რუსეთის იმპერიაში იმის შესახებ, რომ მთლიან რეფორმირება უნდა მოხდეს სასულიერო ცხოვრების, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პეტრე დიდიდან მოყოლებული თავად რუსეთის ეკლესიას აღარ ყავდა კანონიერი, ასე ვთქვათ, მეთაური და ისიც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მთლიანობაში იმპერიის ფარგლებში საეკლესიო ცხოვრებას განაგებდა ობერპროკურორი, რომელიც იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო ჩინოვნიკი და თანამდებობა, რომელსაც ექვემდებარებოდა იმჟამინდელი მთლიანად სინოდი, რომელიც თავის თავში, რა თქმა უნდა, მოიცავდა მთელი იმპერიის და იმპერიის გარეთა კიდე ფარგლებს და ამ სინოდის შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს ეგზარქოსიც, რომელიც ნამდვილად არ იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. არც თავისი ხასიათით ხშირ შემთხვევაში და არც ეთნიკურად. ამ დროს ქართულმა სასულიერო პირებმა წამოაყენეს ისევე საკითხები, მათ შორის არის ამ დელეგატთა შორის არის შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი ამბროს ხელაია, შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი კირიონი და კორნელი კეკელიძე და რამოდენიმე ის სასულიერო პირი, რომელიც მუდმივ მხარდამჭერს წარმოადგენს აი ამ პროცესში მათი. მეცნიერებთან ერთად, როგორც უკვე აღნიშნეთ, ისინი ჩადიან და იწყებენ ზუსტად ამ აქტიურ ფაზას ამ საკითხზე საუბრისას. სწორედ აი ამ პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისში და 10-იან წლებში ითქვა ის მოღალატური სიტყვები, ნათქვამი სხვათა შორის ერთ-ერთი ქართველის მხრიდან, რომ მოკალით კირიონი და საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ავტოკეფალიაზე აღარავინ აღარ ილაპარაკებს. ანუ ეს იყო ის ხალხი, რომლებიც ყველა გზას ეძებდნენ იმისათვის, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ქონოდა ჩვენს ქვეყანას ყველასაგან. ყველასაგან ანუ ყოფილიყო თვითმყოფადი, აქ არა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობაზე, არ ყოფილიყო თავის ბუნებრივ მდგომარეობაში, დამოუკიდებელ მდგომარეობაში ჩვენი ხალხი და ჩვენი ეკლესია. და ამის შემდგომში უწმინდესი და უნეტარესი ამბროსიც იმჟამად რიგითი სასულიერო პირი განიცდის, არა რიგითი, მაგრამ ასე ვთქვათ, განიცდის დიდ დევნას, დიდ შევიწროვებას, რა თქმა უნდა, და თითქმის უკლებლივ ყველა ამ ხალხიდან ან საქართველოს ფარგლებშივე არის შევიწროვებული და რამოდენიმეჯერ უცვლიან მათ მსახურების ადგილს, რომ ვერსად მყარად ვერ იგრძნონ თავი და გაუჭირდეთ კომუნიკაცია თავის მომხრეებთან და ასე შემდეგ და ბევრი მათგანი საერთოდ რაც შეიძლება შორს საქართველოსთან არის გადასახლებაში წლების განმავლობაში. იგივე უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, რომელიც ვახსენეთ ავტოკეფალიის გამოცხადების დროს საქართველოში არ იყო. იგი მხოლოდ შემდგომ ბრუნდება უკვე ზაფხულში საშემოდგომოდ, მარტში იქნა ავტოკეფალია გამოცხადებული და ზაფხულში ბრუნდება იგი საქართველოში, რომ შემოდგომაზე კათოლიკოს პატრიარქის მაშინდელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. აი უწმინდესი ამბროსი არის სამხრივ კაცი, რომელიც სადაც არ უნდა ყოფილიყო, რომელ ეპარქიაშიც არ უნდა ყოფილიყო, იგი იყო ჭყონდიდელი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, აი ეს ხაზი მას არასოდეს არ შეუწყვეტია და რაც თავარია, მას მოუწია უმძიმესი გარდამავალი ეპოქის გავლამ. ერთი გარდამავალი ეპოქა როგორია და მით უმეტეს როცა რამოდენიმეს გადის ადამიანი, მას მოუწია როგორც სასულიერო პირს მოღვაწეობა იმ დროს, როდესაც ემხობოდა
ჯერ პირველი მსოფლიო ომის საშინელი პერიპეტიები, როდესაც სამოქალაქო სოციალური პრობლემები იყო უამრავი ქვეყანაში, ამას ემატება შემდგომში უკვე ეს დროებითი მთავრობა, კავკასიის ფედერაცია, ანუ პოლიტიკურადაც რამოდენიმეჯერ შეიცვალა საქართველოს მაშინდელი რეალობა და ქართველი ხალხი უდიდეს დაბნეულობაში იყო. ალბათ ამიტომაც ამბობს უწმინდეს და უნეტარეს თავის ცნობილ წერილში, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ჩემი ხალხის მაჯაზე მიჭირავს ხელი და ვიგებ რა არის მათი გულისცემა. და უწმინდეს და უნეტარესი ამბროსი გაივლის ამ პერიოდს, როგორც უკვე ეპისკოპოსი, ავტოკეფალიის გამოცხადება, შიდა დაპირისპირებები, უწმინდეს და უნეტარესი კირიონის კვლელობა მარტყოფის მონასტერში, ამის შემდგომ უწმინდეს და უნეტარესი ლეონიდე, რომელიც ასევე ტრაგიკულად აღესრულება ძალიან მალე, წყლით მოიწამლა, ამის შემდგომ ხდება სწორედ ამბროსის არჩევა. იმდენად დიდია იმჟამინდელი წნეხი ემთხვევა ფაქტობრივად ეს საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას და დამყარებას და პირველ დღეებს საბჭოთა ხელისუფლებისას საქართველოში, რომ ნორმალურად ისიც ვერ ხერხდება, რომ საეკლესიო კრებები ჩატარდეს, ეს მისვლა-მოსვლა ხერხდებოდეს და ღირსეული მამამთავრობა მოახერხოს მან და მოიაროს საქართველოს ყველა კუთხე, ისაუბროს ყველა კუთხის ხალხთან, როგორც მამამ და როგორც წესია. და ამ შეზღუდულობის დროს მას ფაქტობრივად უწევს მხოლოდ იმაზე ზრუნვა, რომ როგორღაც გადარჩეს ის მართლაც საშინელი სისხლითა და ოფლით მოპოვებული საეკლესიო დამოუკიდებლობა და სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება. დიახ. აი თქვენ ახსენეთ ბრალდებები, ცილისწამება, გადასახლების პერიოდი, ეს რამდენად იყო ბუნებრივია იყო, თუმცა რამდენად ძლიერი იყო ეს შეწინააღმდეგება იმ კუთხით, რომ ამბროსი აღმსარებელს გაეგრძელებინა თავისი საქმე პირნათლად, ისე როგორც უნდა გაეკეთებინა სინამდვილეში, ხომ? ნიკონის კვლელობის ბრალდება და მის გამო პატიმრობა, აი რამდენად ხელისშემშლელი იყო ეს მის საქმიანობაში. ну ჩვენთვის რა თქმა უნდა მისთვის თავარი იყო სამშობლოში დაბრუნება, ხო? უპირველესი მიზანი. არის იცით მართლმადიდებლებს არ გვწამს რომ არ გვწამს ხას უსვამ რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ანუ არ გვწამს ჩვენ რომ უკანონო და უზნეო ხერხებით შეიძლება რაღაცა ღირსეული და კანონიერი გაკეთდეს. დიახ. და უნდა აღინიშნოს რომ ბრალდებები ძალიან ბევრი იყო. ბრალდებები წარმოუდგენელი იყო და ალბათ ყოველთვის ასე იქნება. ადამიანის ბუნება ესეა. ცოდვისგან დაზიანებული, ჩვენ თავად ქრისტე ღმერთს ისინიც ადამიანები იყვნენ, ახალ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ თავად ქრისტე ღმერთს ეშმაკეულობას აბრალებდნენ ადამიანები, ასე რომ არაფერი საკვირველი არ არის ხოლმე, თუ ზოგჯერ საოცარ, არ ვიცი, წარმოუდგენელ ბრალდებებს მოვისმენთ ხოლმე ყველაზე ღირსეული ადამიანების მიმართ. და არა მარტო გეგზარქოსი ნიკონის მკვლელობას, უამრავ რაღაც ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო ბრალდებას უყენებდნენ. უწმინდეს და უნეტარეს ამბროსის ერთი უეჭველია, რომ თითოეული მათგანი თავისი პიროვნული, პირადი, ზნეობრივი და სამოქალაქო ცხოვრებითაც იყო არაჩვეულებრივად ღირსეული ადამიანი. ისინი წმინდანად არ არიან მხოლოდ რომელიღაც გმირობის გამო გამოცხადებული, ისინი არიან გზის გამო გამოცხადებული, რომელიც მათ გაიარეს. მოწამეობრივად, ფაქტობრივად მოწამეობრივად და აღმსარებლობითად, რომც არ აღსრულებულიყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, იგი როცა დაიჭირეს და მეტეხის ციხეში გამოავწყვიეს თავის მომხრეებთან ერთად და შემდგომ ფაქტობრივად უკვე უძლური გამოუშვეს გარეთ იმისათვის, რომ ციხეში არ მომხდარიყო პატრიარქის სიკვდილი. არ უნდოდათ, რომ ესეც არა მისი სიკვდილის წინააღმდეგი იყვნენ, არამედ არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ მას დაბრალებოდა, რომ აი ციხეში მოკლეს ამხელა ადამიანი. აი ამის მიუხედავად ჩვენ ესეც რომ არ ყოფილიყო, აი აღმსარებლობითად რომც არ აღსრულებულიყო კათალიკოს პატრიარქი ამბროსი, ჩვენ ვიტყვით რომ იგი აუცილებლად მაინც წმინდანი იქნებოდა. სხვა შორის ეს უძველესი მართლმადიდებლური ქრისტიანული, საერთო ქრისტიანული ტრადიციაა, რომ ეკლესიის მეთაურები, ასე იყო კონსტანტინოპოლშიც, იმდენად დიდია ის ტვირთი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა და ღვაწლი
ეკლესიის მეთაურისა, პირველი პირისა, როგორც სულიერი, ისე სოციალური, ისე აი ყველა კუთხით იმდენად დიდია ეს პირველი მამობის პატივით და ტვირთით, რომ ვინც კი წვალებელი, ანუ ერეტიკოსი არ იყო, იგი წმინდანად ირაცხებოდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამისი უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ უძველეს, თქვათ, თუნდაც დიდ ავტოკეფალურ ეკლესიათა ისტორიაში, რომ თუ ადამიანი საერთოდ, ასე ვთქვათ, არ გადაირია და უბრალოდ გაატარა ცხოვრება ღირსეულად და პატიოსნად, განსაკუთრებული მოღვაწეობისა და სასწაულმოქმედების გარეშეც იგი უკვე წმინდანად უნდა შეირაცხოს. და მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ასე დიდ მოღვაწეობას ეწევა წლების და 10 წლეულების განმავლობაში. დიახ. აი 4 წუთი გვაქვს დაახლოებით სასაუბრო დრო, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი გენუის კონფერენცია და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს მისი მნიშვნელობა. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე დაიწყო ურთიერთობისა და კავშირის დამყარების მცდელობა ყველასთან. სამწუხაროდ ეს უკავშირს ყოველთვის ვერ პოვებდა ხოლმე, მაგრამ წერილები მყისვე გაიგზავნა ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე სხვა მართლმადიდებელ და ქრისტიანულ და არაქრისტიანულ კონფესიებთანაც, რომ ჩვენ ამიერიდან ვართ დამოუკიდებელი, მიგვიღეთ, გვაღიარეთ და გქონდეს უკვე ესეთი პირადი ურთიერთობა. ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო ბუნებრივი და ამ მცდელობის გაგრძელება შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო საეკლესიო, არამედ სამოქალაქო კუთხითაც ის უნიშნელოვანესი მოვლენა, რაც იყო გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი ტექსტი უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის მიერ. ითვლება, რომ თუმცა იგი დაკითხვისას ამბობს და არიდებს საფრთხეს სხვა ადამიანებს, რომ ეს მემორანდუმი მან მარტომ შეადგინა, თუმცა გასაგებია, რომ ეს იყო საერთო ტექსტი, რომელიც საეკლესიო ხელისუფლების საერთო სულისკვეთებას გამოხატავდა. სხვათა შორის ეს ბუნებრივი სურვილი გვქონდა ხოლმე და უნდა გვქონდეს, რა თქმა უნდა, რომ ყველასთან გვქონდეს პირადი და ღირსეული ურთიერთობა. ჩვენ ვიცით, რომ ცნობილი ამბავია დღეისათვის უკვე, თუმცა დამალული იყო წლების განმავლობაში, ხევსურებმაც კი გააგზავნეს ცალკე წერილი თავის დროზე ამერიკის კონგრესში 30-იან წლებში და მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქი აგზავნის იმჟამინდელ გენუის კონფერენციაზე. გენუის კონფერენცია იყო დიდი საერთაშორისო პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც უნდა მოეწესრიგებინა იმჟამინდელი, ასე ვთქვათ, მსოფლიოს დღის წესრიგი და მომავალი წესრიგი და ცდილობს კათოლიკოს პატრიარქი რომ დაუკავშირდეს მათ და იქ ხაზს უსვამს ისეთ დეტალებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი ერი არის იმჟამად დამცირებული, შეურაცხყოფილი, არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და საშუალება და ითხოვს, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი უყურადღებოდ. ის მემორანდუმი, ეს ტექსტი გახდა სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფუძველი გამალებული დევნისა და იმ შეურაცხყოფებისა, რომელიც დაიწყო კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. ერთი უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან ღირსეული ფურცელი ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ნამდვილად ის თავგანწირული ნაბიჯი მამამთავრისა, რომლის გაკეთებაც მან იმჟამად შეძლო. მას მეტი ალბათ არაფერი არ შეეძლო. მხოლოდ ის, რომ სიტყვა მიეწვდინა ვინმესთვის და ყოფილიყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ღვთისმედად, მაგრამ ეცადა, რომ ეპოვა ღირსეული მომხრეები, თუ კი ვინმეს ის ღირებულებები მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომლისთვისაც იგი და მთელი ჩვენი ქართველი ხალხი წლების და საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 1995 წელს შეირაცხა წმინდანად წმინდა ამბროსი. 1995 წელს შედგა გაფართოებული კრება საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისა, სამოციქულო ეკლესიისა და ამ კრებაზე სვეცხოველში გაიმართა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა, მათ შორის იქნა მიღებული ბოლო დებულება, ანუ შიდა კონსტიტუცია საქართველოს ეკლესიისა და მოხდა კანონიზება, დაიწყო ახალი ეტაპი კომუნისტური ღვთისმგმობელი ხელისუფლების დროს ნატანჯი და ნაწამები სასულიერო და საერო პირების წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით ეს უკვე აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ამ დროიდან და სწორედ ამ დროს იქნა გამორჩეული
და უკვე ღირსეულად წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნისათვის წმინდა ამბროსი ხელაია, იმიტომ რომ არაერთი ნამდვილი გმირი სამწუხაროდ იყო მივიწყებული და მიჩქმალული და დავიწყებული. ხშირ შემთხვევაში მათი ხსენებაც არავინ, სახელიც არავინ არ იცოდა კომუნისტების ხელისუფლების განმავლობაში და ჩვენმა ეკლესიამ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და თაოსნობით ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ნამდვილი მეჭირნახულეები ჩვენი ქვეყნისა ისევ დაბრუნებულიყვნენ ჩვენს ყოველდღიურობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ძალიან დიდი მადლობა მამა არჩილ, რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი დანიმშვიდობებით. ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი შესრულდა, მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და ლოცვის შემდეგ დავრუნდებით სტუმართან ერთად სტუდიაში. ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა
და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო დავრუნდით ეთერში, გეტყვით, რომ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-ჯერსის შტატში ქართული სამრევლოს ძალისხმევით წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართული ტაძარი გაიხსნა. ეკლესია 18 ოქტომბერს ეკურთხა. ღვთისმსახურება ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარმა ეპისკოპოსმა საბამ, ხოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად აღავლინა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვის წერილი, რომელსაც გაგაცნობთ. ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოს საბას, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის სამრევლოს. ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის და ტაო-კლარჯეთის უდაბნოში, მე-9 საუკუნეში გაბრწყინებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს. საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობისაა მათი ღვაწლი და ფრიად მახარებს, რომ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედი წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოს ძალისხმევით სწორედ ამ წმინდანის ხსენების დღეს იკურთხება ქართული ეკლესია. მართალია უცხოეთში არაერთგან აღევლინება ქართულად მსახურება, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი მეტად მცირეა. ამდენად ნიუ-ჯერსიში ჩვენი ტაძრის გახსნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მინდა დავლოცვა ჩრდილოეთ ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი და მათი სამწყსო, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსი საბა, ინწკირველი და დეკანოზი მატათა ქარჩილავა. საერთოდ ყველა, ვინც ძალისხმევა და მონდომება არ დაიშურა აღნიშნული ეკლესიის შეძენისა და ფუნქციონირებისათვის. თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ამერიკაში წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის შემატებას. ვიმედოვნებთ, ეს სავანე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვთის გზით თქვენს სვლას და თქვენში ქართული სულის განმტკიცებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, სიკეთითა და სიყვარულით აღგავსოთ და თქვენზეც განცხადდეს ეს სიტყვები წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. ჟამსა ამას უცხოებისა, ჩვენიცასა ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან. ყოვლა წმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ამერიკის შეერთებული შტატები და სრულიად საქართველო. ამინ. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, 18 ოქტომბერი 2025 წელი. უერთდებით ბუნებრივია მილოცვას, სულითა და გულით ულოცავთ ახალი ეკლესიის გახსნას. ვაგრძელებთ გადაცემას 1 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ბოლნისში ეთნოფესტივალი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სტუმრები, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი და ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ტატულაშვილი. დილო მშვიდობისა. მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. უნდა ვისაუბროთ ეთნოფესტივალის შესახებ, რომელიც, როგორც უკვე მოვახსენეთ მაყურებელს, სანოსის სახით 1 ნოემბერს გაიმართება ბოლნისში. ვიდრე ვისაუბრებდეთ სამეცნიერო კონფერენციის და პროგრამის შესახებ დეტალურად,
პირველ რიგში ვახსენოთ ფესტივალის მიზანი, რას ემსახურება მისი მიზანი და როგორ გაჩნდა იდეა ეთნოფესტივალის ჩატარების პოლნისში. მოგესალმებით, ყველას გილოცავთ წმინდა ამბროსი ხელაიას დღეს, თქვენ და თქვენს ძვირფას აუდიტორიას. გილოცავთ. მადლობთ. რასაკვირველია, ჭოყოსანთა საზოგადოების ფარგლებში ჩვენ მუდმივად ფიქრობდით, რომ ცოტა მასშტაბური სახე მიგვეცა ჩვენი პროექტებისადმი, რომელიც ათობით ხორციელდება ჭოყოსანთა საზოგადოების მიერ და გადავწყვიტეთ, რომ როდესაც გაჩნდა იდეა, რომ საჩაგვეტარებინა ეთნოფესტივალი, რომელიც იქნებოდა წმინდა ქართული, აუცილებლად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ აი გლობალიზაციის ეპოქაში ეროვნული თვითყოფადობა და ქართული კულტურა, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში, რატომღაც ზოგის მხრიდან დაკნინებული იყო, თქვენ გახსოვთ ფესტივალები საქართველოში, რომელიც ტარდებოდა და რაღაცა უცხო ელემენტებით გაჯერებული, ხშირად ძალიან საეჭვო კომპონენტებით ახსოვს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ქონოდა წმინდა სუფთა ქართული ეთნოფესტივალი, სადაც ჩატარდებოდა, სადაც გამოვიდოდნენ ქორეოგრაფები, ფოლკლორის წარმომადგენლები, ხალხური რეწვის ოსტატები, ხელოვანები, სხვადასხვა დარგიდან და ასე შემდეგ. იდეა და თავარი იდეა ამის ისაა, რომ მომავალი თაობა წამოვიდეს, გაითავისოს ეს ქართული ღირებულებები და ფასეულობები და გარდა ამისა ჭოყოსანთა საზოგადოების წევრები გამختارიყვნენ. ამ იდეამ განხორციელება პოვა და ავიღეთ ყველაზე ურთულესი რაც იყო რეგიონი სვანეთი. მოგესალმებით, მესტია ჯერ ტერიტორიულადაც შორს არის, ამ სიმაღლეზე მდებარეობს და განსაკუთრებით სვანური კულტურა გვინდოდა წარმოგვეჩინა და პირველი ყოველთვის რთულია და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შეფერხებები, მაინც შესანიშნავად ჩაიარა თავისი 1000-მდე მონაწილით და ბავშვები იქიდან ხო ნახევარი საერთოდ პირველად იყო სვანეთში და აქედან ამ ხრიდაც გამოდგა ძალიან კარგი საქმე. რაც მთავარია და შემაჯამებელი ღონისძიება იყო ასე ფესტივალის დახურვის დღეს, რომ ჩვენ დავამზადებინეთ ქართველთა ერთობის ჩირაღდანი, აზერბაიჯანის სულიერი ერთობისა, რომელიც აინთოიქ მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და გადაწყდა, რომ ეს ჩირაღდანი მომდევნო ფესტივალი სადაც ჩატარდებოდა, ეს ესტაფეტასავით გადაეცემოდა იქ მყოფ ეპარქიას და პლუს ჭოყოსანთა სადროშოს იმ რეგიონის. მოკლედ თავისი დანიშნულება ნამდვილად შეასრულა, თქვენ რომ გამოხმაურებები გენახათ იმ მონაწილეების მხრიდან და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნამდვილად იტყოდით, რომ ეს უკვე ქართული კარგი საქმის დაბადებაა და რომელიც სამომავლოდ უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. რა თქმა უნდა. ქალბატონო მარტა, რაც შეეხება უშუალოდ სამეცნიერო კონფერენციას და ეთნოფესტივალის პროგრამას, ამის შესახებ რომ მოვახსენოთ ჩვენს მაყურებელს, აი ჩამონათვალში, რეილიზში გვიწერია და ხედავთ თვალნათლივ, რომ ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა, სხვადასხვა მასტერ-კლასი, იგივე ქართული სამზარეულოსი, კიდევ რა შესაძლებლობა იქნება დამთვალიერებელს მაყურებელს იქ მოსულ დამსწრე საზოგადოებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩვენთვის დიდი პატევია თქვენ ეთერში ყოფნა. დიდი მადლობა. მოკლედ, პირველი დღე, 1 ნოემბერი გაიხსნება სამეცნიერო კონფერენციით. ეს ეხება თემას ქართული ტრადიცია და თანამედროვეობა. დაახლოებით 11 მომხსენებელი იქნება და მოკლედ ძალიან საინტერესო მოხსენებები გველოდება. ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი არის სამეცნიერო ამ კუთხით ხელმძღვანელი. გვექნება გამოფენა ქართული ტრადიციული სამოსის თითქმის ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. იქნება სამეცნიერო წიგნების ქართულ კულტურაზე გამოფენა. გვექნება წიგნის ცოცხალი წიგნი, ესეთი პროექტი არის მწერალთა სახლის. და გვექნება ამ დღეს კიდე ჭადრაკი, ერთჯერადი ჭადრაკი. დიახ, ეს იქნება პირველ დღეს, ხო? 1 ნოემბერს. პირველ დღეს და იქნება მასტერ-კლასებიც. 2 ნოემბრის შესახებაც ბატონო ზოა თქვენ რომ გითხრათ, 2 ნოემბერს რა აქტივობა ელოდება საზოგადოებას? გვინდა რომ ეს მონაწილეები ვინც იქნებიან, მეუფე ეფრემთან ერთად დავესწროთ წირვას, ყველანი ვეზიაროთ. დიახ. და შემდეგ უკვე კულმინაცია იქნება 2 ნოემბერს, რომ მოცეკვავები და ფოლკლორისტები გამოვიდნენ, ქართული ცეკვა-სიმღერა იქნება.
საღამოს იქნება დაჯილდოება, ეს ჩვენ გვაქვს ხოლმე პატრიარქის კურთხევით, გამოარჩევთ ხოლმე საპატიო ჩოხოსნებს. მე უბრალოდ ცნობისათვის რომ იცოდეთ, რომ ჩვენი საპატიო ჩოხოსნები არიან გამორჩეული ადამიანები საქართველოსი, ვისაც ჩვენი ერის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე მიუძღვით აი უდიდესი ღვაწლი, მათ შორის პირობითად რამდენიმეს გეტყვით, აი ნონა გაფრინდაშვილი პირობითად, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი და ასე შემდეგ. ნუ უკვე გასაგებია. ხო, უკვე გასაგებია. ნაწილზეა საზოგადოება. აქედან გვეყოლება დაახლოებით 5 საპატიო ჩოხოსანი კიდევ გამორჩეული, რომელთაც სპეციალურ ჯილდოებს ვამზადებთ. ჩვენი ლოგო მოგეხსენებათ ცხონებული მერაბ ბერძენიშვილის მიერ არის შექმნილი არწივი, რომელსაც კლანჭებში აქვს ხანჯალი და ემსახურება სამშობლოს და დედა ეკლესიას. მოკლედ, ეს იქნება კულმინაცია და რასაკვირველი აინთება ჩირაღდანი და შემდეგ გადაეცემა ესტაფეტა მომდევნო ეპარქიას, რომლის ვინაობა ჯერსეულ პრიზია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქ გაჟღერდება მეუფე ეფრემის მიერ და ესეთი კარგი ღონისებით დაგვირგვინდება ეს ყველაფერი. აი ბატონ ზვიად, თქვენი შეხედულებით, გამოცდილებით, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ დღევანდელი თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და დამოკიდებულება ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებით ჩვენს მომავალ თაობას გულისხმობ, როგორია ახალგაზრდების აქტივობა, ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მე გეტყვით ასე, რომ ჩვენ გვყავს უნიჭიერესი თაობა, რომელსაც უნდა გეზი ზუსტად მისცე გეზი. ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა გვასწავლა ზუსტად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. უბრალოდ ჩვენ აუცილებლად ამ მოზღვავებული შეტევის პირობებში, როდესაც ცდილობენ რომ წაგვართონ ჩვენი მომავალი თაობა, ბჭყალებში ვამბობ, სიმართლე ვთქვა, ჩვენ რაღაც მოვლენებსაც ვაძებნებთ თვალყურს, სადაც უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და იგინებიან ქუჩაში და ეს არ არის ჩვენი ქართული. ეს სწორედ ის არასწორი აღზრდისა და ჩაგონების შედეგია, რომელიც მიიღეს. აი ჩვენ მაგალითად თითქმის წელიწადია უკვე ვახორციელებთ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან ერთად პროექტს, რომლის ფარგლებში ყოველ კვირას სამების საკათედრო ტაძარში მიყვავს თითო ანსამბლი მაინც დაახლოებით 50-დან ასკაცამდე შემადგენლობით. ეს ბავშვები ესწრებიან წირვალოცებს, აუცილებლად ეზიარებიან და ეს გრძელდება უკვე ლამის გითხარით ჭარჩანდელი გიორგობიდან ნოემბრიდან და ამის ფარგლებში დაახლოებით 6000 ბავშვი უკვე ყავდა ტაძარში მიყვანილი და აქედან ნახევარზე მეტი ეზიარა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამდენი ბავშვი იქ თავისი მშობლებით რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიის წიაღში გაიზრდებიან და ეს არის გადარჩენა საქართველოს, მე ასე ვფიქრობ. ჩვენ ხელი არაფრით არ უნდა ჩავიქნიოთ. ქართულს ის ფესვი გააჩნია, რომელსაც ვერავინ ვერ ამობალთავს და ვერ წაშიც ეს გამორიცხულია. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი, ესეც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, მონაწილეთა რეგისტრაცია, ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ბატონმა ზვიადმაც ახსენა, მომავალი თაობა, ახალგაზრდა თაობა, როგორ არიან ჩართული ამ პროცესში და რამდენად ელოდებიან ამ დღეებს 1 და 2 ნოემბერს. ჩვენ რეგისტრაცია დავხურეთ უკვე დაახლოებით 1000-მდე მონაწილე ყავს ახალგაზრდა, რომელიც ჩართულები არიან მთლიანად ამ პროცესებში, მასტერკლასებში იქნება ქართული რეწვის გამოფენა, ანუ ქართული ტრადიციები რაც არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით მივდივართ. და ჩართულები არიან საკმაოდ კარგად ელოდებიან ამ დღეს. დიახ. თავად ფესტივალიც ტრადიციული უნდა გახდეს ალბათ, ხომ? ის იქნება თუ არა ყოველწლიური. აუცილებლად ჩვენ გვინდა რომ წელიწადში დაახლოებით 4 ასეთი ფესტივალი ჩატარდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წელიწადის განმავლობაში 4 ჯერ, ხო? წელიწადის განმავლობაში, ნუ ამას დრო უნდა მომზადება უნდა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მაგრამ იქ სადაც უკვე ჩატარდა პირობითად მესტიაში და ნოემბერში ბოლნისში, ესენი ყოველწლიური გახდება, ყოველწლიურად ჩატარდება და გვინდა რომ დამკვიდრდეს რეგიონში. ეს მარტო ფესტივალი როგორც ასეთი არ არის. აქ არის მთელი რეგიონი ჩაერთობა. ეხლა მაგალითად ბოლნისში მთელი ქვემო ქართლი ერთობა სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერი და ასე შემდეგ. ამას დიდი მნიშვნელობა აგზალია და მათ შორის მინდა ხაზი გავუსვა, რომ აი ბოლნისში მაგალითად ხო მრავალეთნიკური მხარე არის, აქ აზერბაიჯანელებიც არიან, სომხებიც და სხვა ეროვნების ადამიანებიც, მათი კულტურაც გვინდა წარმოაჩინონ და ეაჩვენონ თავიანთი ტრადიციული ასე ვთქვათ კულტურა
დაგვანახონ ცეკვაც სიმღერაც რა შეუძლიათ როგორ შეუძლიათ ისინი მინდა გითხრათ სიამოვნებით ერთობიან ამაში და მხარს უჭერენ ამ ფესტივალის იდეას. აი ამ კუთხით როგორია ჩვენი მომავალთაობა, ესეც ძალიან საინტერესოა, ალბათ თქვენ ბუნებრივია მოისმენდით მათ შესრულებულ სიმღერებს, ცეკვის ნიმუშებს, როგორია ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება ჩვენს კულტურასთან, ხელოვნებასთან. მე აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ადამიანები, ვინც სათავეში უდგნენ იგივე ანსამბლებს, ფოლკლორი იქნება თუ ქართული ცეკვა და სხვა მიმართულებები ხელოვნების, ბავშვები აი გაფაციცებული გისმენენ და გიყურებენ. რა უნდათ რომ ჩაერთონ, აი როგორ ასწავლი გააჩნია, აი ზოგი ბავშვი ტელეფონში რო არის თავჩარგული და მშობელი არ ფიქრობს იმაზე, რანაირად აზიაროს უნდა ქართულ კულტურას. ყველაფერი კარგად იქნება მერე, ბავშვს უნდა გეზი, კიდევ ერთხელ ვამბობ. ის მერე თავისით გაიკლავს გზას, იმიტომ რომ ქართული ფესვი ისეთი მაგარია, რომ არ შეიძლება რომ იმან თავისი ნაყოფი არ გამოიღოს სამომავლო და ეს იქნება გადამწყვეტი. აი ალალოთ ვამბობ, ეს იქნება აი გადამწყვეტი ჟამი საქართველოში რა. სამომავლო გეგმებზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად, სხვადასხვა რეგიონი ახსენეთ და ქალაქი ჩვენი ქვეყნის, უკვე თუ შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, მომდევნო გეზი საით გაქვთ და სვლა. მე ვახსენე რომ სიურპრიზი იქნება, მეთქი ეს ზოგადად იქ ვახსენებთ ხოლმე ფესტივალზე, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მაინც გათქმევინოთ ჩვენს ეთერში. კი ბატონო, აი ძალიან გვინდა რომ როგორ მოესწრება სავარაუდოდ უნდა მოესწროს, გვინდა რომ ნიქოზის ეპარქიაში ჩატარდეს, ეს მნიშვნელოვანია ძალიან და შემდეგ უკვე ზემო აჭარაში, ანუ ესეთი რეგიონები იმიტომ ავარჩიეთ, რომ იქაც გამაგრდეს ქართველობა, კიდევ ერთხელ ნახონ ყველამ რა ძალა აქვს საქართველოს, მის კულტურას, მის ტრადიციულ ღირებულებებს და პასეულებებს და მე ვფიქრობ მიზანს მივახცევთ ერთობლივად. აუცილებლად. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენს და ფესტივალის მონაწილეებს და ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი აქტივობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად ქუთაისი იმერეთის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი გახლავართ მე. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ცეხნიაშვილი და ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ტატულაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ვაგრძელებთ გადაცემას სიუჟეტით, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ ამ სახელწოდების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მე-18-მე-20 საუკუნეების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას აერთიანებს. უფრო მეტს ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან გიამბობთ, ნახოთ სიუჟეტი. ერთ-ერთ საფონდო ოთახში, ეს არის კავკასიური ტანსაცმლისა და ქსოვილების ფონდში, კეთდებოდა ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციაში დიდი რაოდენობით შემხვდა სხვადასხვა ასაკის ბავშვთა სამოსი. შესაბამისად, სხვა ფონდებში მუშაობისას მქონდა ნანახი საბავშვო ჭურჭელი, საბავშვო მოდელები ამა თუ იმ შრომის იარაღებისა და იდეა დამებადა მაშინ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი ერთ დღეს ვაჩუქებდით დიდებს იმისთვის, რომ დაბრუნებულიყვნენ ბავშვობაში და ბავშვებს იმისთვის, რომ გაერკვიათ, როგორ იზრდებოდნენ და რითი ერთობოდნენ მათი თანატოლები 100-150 წლის წინ. აქ არის წარმოდგენილი რამდენიმე სახის აკვანი, ერთია აფხაზური, მეორე ჩრდილოეთ კავკასიური, ხოლო მესამე გახლავთ აკვანი ჰამაკი, რომელიც არის ირანული წარმოშობის, საქანელა აკვანი ჰქვია მას და მინდა გითხრათ, რომ აკვანი ჰამაკის სახეობა ქართულ სივრცეშიც არის დამოწმებული. ძალიან საინტერესოა ასევე ამ ქართული ტიპის აკვნებიდან სერგი მაკალათიას მიერ ხევსურეთში გადაღებული ფოტო, სადაც წარმოდგენილია ხევსური დედა თავის პატარა შვილთან ერთად. აქ ერთ-ერთი საინტერესოა და სხვათა შორის ძალიან უცხო ნივთებია ახლანდელი ბავშვებისთვის.
ხილაბანდი, რომელიც აუცილებლად ბავშვს უნდა ქონოდა, ჩვილ ბავშვს თავზე წაკრული, რომ დაცული ქონოდა მას როგორც თავისი, ასევე ყურები და არტახები, რომლითაც ბავშვს ამაგრებდნენ ხოლმე აკვანში. ზოგადად აკვანი ვიცით ჩვენ, რომ გვიან შემოდის საქართველოში, ეს არის შუა საუკუნეები და მომთაბარე ხალხს უკავშირდება, მანამდე ქართულ სივრცეში არსებობდა ისეთი აკვანი, რომელიც არ ირწეოდა. ერთი მნიშვნელოვანი ნივთი მინდა გაჩვენოთ, რომელიც არის ძალიან იშვიათი. მე რამდენადაც მაქვს ცნობა, შესაძლოა ეს ნივთი იყოს ერთადერთი საქართველოში არსებულ მუზეუმებში, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ეს არის მშობიარე ქალის ბადის სახელწოდებით შემოსული. იმერეთიდან, რეგიონი გახლავთ იმერეთი, ეს არის ჩვეულებრივ წითელი ქსოვილისგან, წითელი ძაფისგან ნაქსოვი ბადე. ეს სივრცე გახლავთ გართობა თამაშობის სივრცე. მე ვახსენე ინტერვიუში, რომ მნიშვნელოვანი იყო ბავშვის მშრომელად გაზრდაში. ამისთვის ბავშვისთვის ამზადებდნენ ხოლმე პატარა შრომის იარაღებს. ამზადებდნენ ასევე მარნის ინვენტარს. საწნახელს, სადღვებელს, რძის სადღვებელს. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ბავშვს თეორიული ცოდნა მიეღო, მანამ თვითონ შექმნიდა ფიზიკურ შეძლებამდე, მივიდოდა, რომ მე ეს ყველაფერი პრაქტიკაში განეხორციელებინა. ეს არის თიხის ფიგურები, მოწერნაკებულია. ძირითადად არის წარმოდგენილი ჩრდილოეთ კავკასიიდან, ბალხარიდან, მაგრამ გვაქვს ასევე ქართულებიც, მაგალითად, სოფელ კორბოულიდან ცხენის ფიგურა თიხისგან დამზადებული. ეს არის ხალხური დედოფლები, ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებისთვის ამზადებდნენ თოჯინებს და მე შევძელი შეძლების დაგვარად, რომ ამ თოჯინებში დამენახებინა ზოგადად კავკასია, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი ქართველები კუთხეებიდან, ყავს რაჭველი, ყავს ქართლელი, კახელი, თიული, თუში, თბილისელი და ასევე ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში ცხოვრები სხვადასხვა ეთნოსთა ხალხური დედოფალები. გვაქვს ასევე მოძრავი თეატრი, ეს არის ქართული ტრანსპორტის სახეობები, როგორც არის ტივი, ურემი, გემი. ბავშვები ამზადებდნენ ხოლმე და ბავშვებისთვის ამზადებდნენ დედოფალებს მცენარეებისგან. ეს მათი ერთ-ერთი საყვარელი გართობა იყო. და სხვათა შორის უმეტესობას თავისი სახელი აქვს. ძიძიქალები ყავს, თოჯაგოგო ყავს, ბერიკა ყავს. ეს უკვე არის ხელგარჯელობის ვიტრინა. აქ არის წარმოდგენილი ბავშვების მიერ ხელით შექმნილი სამოსის ნაწილები, თოჯინები, პატარა საქსოვი იარაღები. ბევრს მოაგონა თავისი ბავშვობა, უფრო მეტად გურიაში დასვენებისას, აი ამ გორიალამ. გვაქვს პატარა ქალამნები, პატარა სათამაშო აკვნები დედოფლებით. ფეხმძიმე ძიძიქალაც ყავს, რომელიც საკვანთან დგას. შემდეგი თემა არის საბავშვო სამოსი და ეს თემა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კოსტიუმის კომპლექტით და ეს არის ჩოხა, ახალუხი და ყაბალახი ჩექმებით და ეკუთვნოდა ძმების ზუბალაშვილებს. აქ არის წარმოდგენილი ქართველი ბავშვების ტრადიციული სამოსი. აქ ხაზგასასმელია ის, რომ როგორც უფროსები იმოსებოდნენ ანალოგიურად, ოღონდ მცირე ზომებით, მცირე მასშტაბებით იმოსებოდნენ პატარები. აქ არის წარმოდგენილი ქულაჯა, ახალუხი, ბავშვის ელეგი, გოგონას ახალუხი, ქათიბი.
ეს არის თურქეთში მცხოვრების სომეხი ბავშვების ტანისამოსი. აჭარელი. აი უშუალოდ ამ ნივთებზე მუშაობისას გამიჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ. დიდი მადლობა ნინი გელაშვილს მომზადებული სიუჟეტისთვის და ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე მშვიდობებით.